ჩვენი ნაკრების წარმოდგენას. ნომერი 2 ბექა ქავთარაძე, ნომერი 3 დამირ ცირკულა, ნომერი 4 მარკო ელეზი, ნომერი 5 ალექსანდრე რუსიშვილი, ნომერი 6 მარკო ელაჩა, ნომერი 7 გიორგი ხვედელიანი, ნომერი 8 მიხეილ ბაღათურია, ნომერი 9 გუნდის კაპიტანი ზურაბ რურუა, ნომერი 10 კონსტანტინ გეგელაშვილი, ნომერი 11 ტატო ნიკოლეიშვილი, ნომერი 12 მარინო ფრანიჩევიჩი, ნომერი 13 ბექა კაპანაძე. თავარი მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი და ვლადიმერ ისელიძე. ნუ რა თქმა უნდა ახლა ოპერატორი ეძებს ეგზოტიკურ პიროვნებებს, ლამაზ გოგონებს და მათ შორის იყო თენგიზ პაჭკორია ჩვენი სოხუმელი გულშემატკივარი, რომელიც არა მარტო წყალბურთს, არამედ თითქმის ყველა სახეობას ესწრება და აქ მწვრთნელი ახლა კი იმრება. ეს უკვე წარმატებაა. მართალია ძალიან ძნელია საუბარი იმაზე, რომ ნუ გეწყინებათ თუ წავაგებთ, მაგრამ ასეა, როდესაც ხვდები ძალიან ძლიერთა შორის, იქ უფრო მარცხის გემო უფრო უნდა იწვნიო ვიდრე გამარჯვების, თუმცა დღეს რუსეთის ნაკრებს ხვდებით, იმ ნაკრებს ჩვენი შემადგენლობა, რომელიც უკვე ჩვენ ფაქტიკური შანსი გამარჯვებისა და ნახოთ იღბალია საჭირო და ამასთან მაქსიმალური მობილიზება, რაც ჩვენ ბიჭებს ექნებათ. მე თავიდანვე გეტყვით, რომ ბუდაპეშტში იმყოფებიან გულშემატკივრები, იქ არის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი თავის ორმოადგილესთან ერთად, აგაგი ლოდია და რატი ბრეგაძე, რომელიც წყალბურთელია, ნოდარას გახსოვს შენ, მისი თამაში თამაშობდა წყალბურთს და საკმაოდ კარგად. შემდეგ იქ არიან ასევე წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუანო, ამ თენგის პაჭკორიას შესახებ ეს ეგზოტური პიროვნება, რომელიც საერთაშორისო ჟურნალისტი გახლავთ და არის ყველა სახეობის დიდი კომაგი, არა მარტო სპორტის, არამედ ხელოვნების, კულტურის და ასე შემდეგ. იქ არიან ასევე მისი მოადგილეები, დავით რურუას მოადგილეები, როგორც ბითაძე, ასევე ნიკოლეიშვილი.